მოგეხსენებათ, რომ ის არის მესამე-მეოთხე საუკუნის მოღვაწე. იგი დაიბადა კაბადოკიაში, არის ვერსია, რომ იგი ბეირუთში დაიბადა. ესეთი ზუსტად დადგენილი არ არის, მაგრამ არის კაბადოკიიდან წარმოშობით, ესე ვიცით, ერთ-ერთი ვერსიით და ის იყო ჯარისკაცი, როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი წარჩინებული ჯარისკაცი, იმპერატორის მხედრობაში მსახურობდა, მაშინ იმპერიას განაგებს დიოკლეტიანე და რა თქმა უნდა ქრისტიანთა დევნა, როგორც გახსოვთ ყველას პირველ საუკუნეებიდან მოყოლებული, ქრისტიანთა სასტიკი დევნა მიდის და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა დიოკლეტიანეც ქრისტიანთა დევნით. და სწორედ დიდმოწამე გიორგი იყო ერთ-ერთი, რომელიც ასე ვთქვათ, გახდა ქრისტეს მიმდევარი და მისი ჯარიდან ქრისტეს რჯულის აღიარებელი, ასე რომ ვთქვათ და სწორედ ეს გახდა შემდეგ მისი, ასე ვთქვათ, წამების მიზეზიც. და რა არის აღსანიშნავი ახლა წმინდა გიორგის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, მისი წამება ესე ერთ დღეში არ დამთავრებულა. ის თვეების განმავლობაში იყო ჩაგდებული საპყრობილეში მის სასტის მეთოდები, რასაც მის წინააღმდეგ იყენებდნენ სასტიკი წამების მეთოდები, ალბათ ყველას მოგეხსენებათ. ერთ-ერთ ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ 23 ნოემბერს, მისი ბორბალზე წამების დღეს და ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, იმას ვერ აიძულეს ის, რომ ქრისტეს სარწმუნოებიდან გადაედრიკათ და აი წინა დღეებში რამდენიმე წმინდანის ხსენება აღვასრულეთ ახლა კვირაში და რა იყო აღსანიშნავი მათ ცხოვრებაში, რომ ისინი იყვნენ წმინდა გიორგის თანამედროვეები და სწორედ წმინდა გიორგის, ასე ვთქვათ, ამ წამებამ მისცა მათ სიმხლევე იმისა, რომ მათაც აღიარებინათ ქრისტეს ჯული და მის წამების შემწრებით თუნდაც ქრისტეს მიმდევრები გახდნენ და სწორედ ეს არის მთავარი, რომ არა აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, კარგია რომ ვიცით წმინდანთა ცხოვრება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ მათი ასე ვთქვათ, ღვაწლიდან უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და უნდა ვისწავლოთ თუ როგორი შემართებით და როგორი, ასე ვთქვათ, სიძლიერით უნდა გვიყვარდეს ქრისტე. და სწორედ აი წმინდა გიორგი მოგცა მისი მაგალითი. მე როგორც მოგეხსენებათ, ბევრი სასწაული უკავშირდება, ზოგი ლეგენდა, ზოგი შეიძლება რეალობა იყოს და ერთ-ერთი აი ხატზეც არის გამოსახული ეს გველეშაპს რო ამარცხებს, მაგრამ ეს არის რა თქმა უნდა მისი ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო და სწორედ მისი ერთ-ერთი ძლევა შემოსილი მაგიტომ ქვია რომ მან ბოროტებაზე გაიმარჯვა, ბოროტება დაამარცხა და სწორედ ეს არის მისი, ასე ვთქვათ, მიზეზი იმისა, რომ ის გამოსახული არის ხატზე, როდესაც გველეშაპს ამარცხებს. არის ხატი, რომელიც დიოკლეტიანია გამოსახული და დიოკლეტიანეს განგმირავს შუბით და ესაც რა თქმა უნდა სიმბოლო არის მისი ბოროტებაზე გამარჯვებისა და ღმერთმა ძალა მოგვცეს ეს ჩვენ ყველას, რომ წმინდა გიორგის ეს ცხოვრება ჩვენთვის იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ზოგადად ქრისტიანი, როგორი უნდა იყოს აღსარებელი ქრისტეს, იმიტომ რომ აი ეს დევნასაც მაშინ ქრისტიანები განიცდიდნენ და რა სასტიკ მეთოდებსაც მათ წინააღმდეგ მიმართავდნენ იმპერატორები, მათ იმის მაგივრად რომ სიტყვაზე შეშინებოდათ და რაღაცა გადადრეკილიყვნენ სარწმუნოებიდან, ასე არ ხდებოდა და პირიქით ხდებოდა ყოველთვის პირიქით უფრო მეტად ძლიერდებოდნენ და უფრო მეტი მაგალითის მომცემები იყვნენ ჩვენთვის წმინდანი მოწამეები და განსაკუთრებით აი წმინდა დიდი მოწამე გიორგი და ყველა შეგვეწიოს მისი ლოცვა, ყველა შეგვეწიოს მისი ძალა, ყველა აი ჩვენ დედა ეკლესიას, ჩვენ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ერთი ყველაზე საყვარელი, ასე ვთქვათ, გადმოცემა ხო ყველას გვახსოვს დიდგორის ომის დროს არის ესეთი თქმულება, რომ წმინდა გიორგი იბრძოდა ქართველ ჯართან ერთად და ის ძლევა, ის საკვირველი, რაც ჩვენ ვიცით ხო დიდგორის ბრძოლაში რამხელა სხვაობა იყო ჯარის მიხედვით რაოდენობაში და ჩვენმა მეომრებმა დავით აღმაშენებლის მეთაურობით გაიმარჯვეს და სწორედ აი გადმოცემა ესეთი, რომ წმინდა გიორგი უხილავად იდგა ჩვენი ჯარის გვერდით და წმინდა გიორგი
იბრძოდა ჩვენ ჯართან ერთად და მისი შემწეობით, მისი ასე ვთქვათ, ღვაწლით ჩვენ მოვახერხეთ და დავამარცხეთ თურქ-სელჩუკთა ეს დიდი რაზმი. ღმერთი შეგვეწიოს და ღმერთმა დაგვიფაროს ყველა მისი ლოცვით, მისი მეოხებით, გაამთლიანოს სრულიად საქართველო და დაიცვას ჩვენი დედა ეკლესია ბოროტისაგან და მისი ეს გამარჯვება სიბოროტეზე ჩვენთვისაც, როგორც აღნიშნე, გახდეს მაგალითი და გახდეს ჩვენი ასე ვთქვათ, უფრო მეტი სტიმულის მიმცემი იმისათვის, რომ მეტად გვიყვარდეს ჩვენი სარწმუნოება, მეტად გვიყვარდეს ქრისტე და ყოველთვის ვიყოთ მზად იმისათვის, რომ რაც არ უნდა განსასწრელი შეგვემთხვას ჩვენ, რაც არ უნდა მძიმე სიტუაციაში ვიყოთ, ჩვენი სარწმუნოება ყოველთვის შეგვენარჩუნებოს და ყოველთვის გაგვემარჯოს, ასე ვთქვათ, ბოროტზე წმინდა გიორგის მეუხებით და წმინდა გიორგის ლოცვით. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, შეგეწიოთ ღმერთი და ღმერთმა ვიცოდოთ ზიარებისთვის ემზადებით, ღირსეულად მიგიახლოთ ქრისტეს წმინდა სისხლს და ხორცს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი.